გულშემატკივრებო, გიბრუნდებით დიდი 10-ის მეორე ტურის რიგით მესამე მატჩით, რომელიც გაიმართება წიქარასა და ქუთაისის არეს შორის. მიცა უკვე საბა მახარაძემ სასტარტო ნიშანი და მატჩი დაიწყო. ამასობაში თქვენთან ერთად ვიქნებით მე შოთა თევზაძე და ნოდო ბროლაშვილი და მოგახსენებთ უცებ გუნდების შემადგენლობას. წიქარათი დავიწყებ. პირველი 2 და 3 ნომრები შალვა ზუიადაური, გივი მაწკეპლაძე და გიორგი გოგოლაძე იქნებიან. მეორე ხაზში მათე დარძულიძე და გიორგი გაბრიაძე, 6, 7 და 8 ნომრები რევაზ ბორაშვილი, ერეკლე მაჭარაშვილი და გუნდის კაპიტანი ბექა ყორიაული. 9 და 10 ნომრები კობა ბუჯიაშვილი და გიორგი ასათიანი, ცენტრში იოანე მეტრეველი და ლევან ბერძენიშვილი გახლავთ, ფრთებიდან ლუკა ბურდული და სოსო მათიაშვილი, ხოლო 15 ნომერი დავით იმნაძე. ხო, რაც შეეხება სტუმრებს, ქუთაისის არის პირველი 2-3 ბაქარ ბურჯალიანი, შოთა ხელაძე და რეზი ბაკურაძე, 4 და 5 მურთა ცხადაძე, პიტა იავიმაი, 6 ირაკლი თეოზაძე, 7 ზურა ოდიკაძე, 8 გუნდის კაპიტანი არსენ მაჩალაძე. 9 და 10 ნომრებად ელგუჯა მარგოლაშვილი და სანდრო ფურცხვანიძე შეუწყვილდებიან, 11 დავით კვირიკაშვილი, 12 ზურა ძნელაძე. კარგი ბოჭვა იყო ეს. 12 ზურა ძნელაძე, 13 რანი ფხალაძე, 14 იაგო ხაბულიანი, 15 ცოდნე კვესელავა. ამასობაში ვხედავთ როგორი წვიმა არის ავჭალის სტადიონზე. იმედია არ დაასვავს ამ მატჩსაც დაღს ეს ამინდი. იყო პირველივე წუთზე გამართული ბოჭვა თუ არ ვცდები, რაც არ გამორჩათ საჯებს და ამ საჯებსაც მოგახსენებთ ამასობაში საბა მახარაძე, რომელმაც უჩვენა ყვითელი ბარათი დავით იმნაძეს. კიდეებიდან მას დაეხმარებიან დათო ლაბაძე და საბა შვანგირაძე. მეოთხე მსაჯი ანა რურუა გახლავთ. და ესე დაიწყო მატჩი პირველივე წუთზე ყვითელი ბარათი სავსებით დამსახურებული დავით იმნაძეს და წნეხში მოექცა თბილისის წიქარა. ხო, პირველი ვიზიტი ქუთაისური გუნდის მეტოქის 22-ში საწყის წუთებზევე. შოთა ხელაძეს ვხედავთ ძირითად ჰუკერად. შეცვლაზე ყავთ ნიკა სირაძე, მათ დაემტრათ ორივე ჰუკერი. მცირე ტრავმები აწუხებთ სკიფურიშვილს. კარგი მოლი აქ მოიხსნა ხელაძე, თუმცა ბუჯიაშვილი დახვდა ჩასაფრებული. იავიმაი წაღებაში ისიც კარგია. დაუბრუნდა პიტა იავიმაი თუ იყო პირველ ტურშიც. იყო ითამაშა, ის ძიმე შეხვედრის თამაში მოუწია ხვამთან. იქაც ძლიერი წვიმა იყო. წიქარას აკლია ლეგიონერები, როგორ რამდენადაც ჩემთვისაც ცნობილი, შემდეგ ტურში დაეხმარებიან ისინი უკვე საკუთარ გუნდს. გააძლიერებენ 12 ნომერი ყავთ ჯეი, როგორც მახსოვს და ლისალა ნასენგე 15 ნომრად. ხო, დიდი ფაქტორი ითამაშა ამ წიქარას ლეგიონერებმა პირველ ლიგის პლეი-ოფში. აქ საბა მახარაძე ეძებს დამიწევის წერტილს, თუმცა ვერ იპოვა, გრძელდება არისის შეტევა. აი აქ უკვე კი ბატონო მიწვნენ ლილოს ხაზს და მატჩის პირველი ქულებიც თევზაძის ანგარიშზე ირაკლი თევზაძე ხდება ლელოს ავტორი. ხო, ძლიერი წვიმა და არის ხო ლოგიკური შესაძლებლობა იმის რომ თამაში აჩეროს თუნდაც. წვიმაზე თამაში ესე არ ჩერდება თუ ჭექა ქუხილია, ელვა და ეგეთი ამინდია, მაგ დროს უნდა შეჩერდეს. ან მოედნის საფარი უნდა გაფუჭდეს. ან მოედნის საფარი უნდა დაიტბოროს, ისე რომ შეუძლებელი გახდეს თამაშის ჩატარება. სანდრო ფურცხვანიძე არც თუ ისე რთული პოზიციიდან შეასრულებს გარდა სხვას. ზუსტია დარტყმა 7-0 ხდება მატჩის მეოთხე წუთზე ანგარიში. პირველი შანსი არის და გამოიყენა ეს შანსი. 14 კაცით მოუწევს მოედანზე ყოფნა თან წიქარას. ფულბეკი დავით იმნაძე ყავთ გასიმბინებული. გაჩერებული კი ბატონო სამეცნიერო დახმარება ჭირდება ერთ-ერთ მოთამაშეს.
კი ბატონო, ყველაფერი რიგზეა, ბორაშვილი გახლავთ თუ ორცები აღმოუჩინეს ექიმებმა სწრაფად დახმარება და ახლა ციქარელები შეიყვანენ ბურთს თამაში კიდევ ერთხელ. კი ბატონო, ასათიანი. საბამახრაძესაც ჭირდება მცირე დახმარება, ესეც ესე, ყველაფერი რიგზეა, ადგილზეა და ასათიანი ბურთით. შორს დაარტყა, აქ ყურადღებით უნდა იყოს, გადაცდა საერთოდ. ხშირად ვერ ვნახავთ ასათიანის შესრულებით ფეხიდან ესეთ წუნს, მაგრამ ყველაფერი ხდება ხოლმე. შერკინებას მოითხოვს, რა თქმა უნდა, არესი მოედნის ცენტრში. საინტერესო ამ კომპონენტში ვინ მიიღებს უპირატესობას მატჩის სტარტზევე. ამინს თუ გავითვალისწინებთ, გაუჭირდება ალბათ ორივე გუნდს აიმე უპირატესობის მოპოვება. მაგრამ ვნახოთ. ვერ მოვიტყო ის რაღაც პრობლემაა. როგორც ვატყობდა ვხედავთ კონტაქტური ლინზის პრობლემა არის წვიმიან ამინში რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი რთულია. რაღაც პრობლემებთან არის დაკავშირებული. მატჩის პირველი შერკინება. ციქარასკენ გაგორდა, ბურთი როგორ ზავინახე და სწრაფად უნდა გაიტანოს. ბუჯიაშვილმა ასეც იქცევა. კარგი კონშეტევა ახლა ციქარელებს. მათიაშვილი მეტრეველი ძლიერია ფიზიკურად ძალიან ვიცით. ვერ მოახერხა ბურთის ხელშემაგრება და აქვე გაიმართება მატჩის მეორე შერკინებაც. ბურთით ისევ არესი იქნება, წინა შემთხვევაში ასე იყო, თუმცა დაკარგეს მაშინ. ამჯერად თავის ხარის შეეღორა მარგოლაშვილი. ნევრად დადგა შერკინება, სწრაფად გამოაქვთ არესელებს ბურთი და ახურვაზე არესის ცენტრები. კარგია მათიაშვილი, ცოტა დააკლდა რომ უფრო სწორად კარგი რო ყოფილიყო, მაგრამ მაინც დაიტოვეს ბურთი ციქარელებმა რის ვაიუაგლახით. შეუთანხმებელი მოქმედებები. შეინარჩუნა მაინც ბურთი. მაჭარაშვილი ეძალება. ხელი უნდა გაუშვას ნელაძემ, კი ბატონო. ასათიანი თავად დაარტყავს ფეხს. განმუხტა სიტუაცია, ავიდა 10 მეტრიან ხაზამდე. ბურთით ისევ არესი იქნება, შოთა ხელაძე მოაწვდის სტერეფანში. გაიმაგრეს ბურთი ხელში და ისევ ციქარელებს ჩავარდა და ვერც ციქარელები ახერხებენ ბურთის ხელში შემაგრებას. აქ ფეხით კარგი დარტყმა იყო, თუ დარჩა ბურთი მოედანში, არა ვერ მიასწრო ვერა კვირიკაშვილმა.
უჭირთ მოთამაშეებს ბურთის დაჭერა ამინდიდან გამომდინარეა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სრიალებს ბურთი. რაიმე ხერხი უნდა გამოიგონონ ახლა მოთამაშეებმა, თორემ ესე არ გამოვა არაფერი. კი ბატონო, გაჭირდება. მწმეხში იქნება წიქა რა. ყორიაულმა მოიგო ორი ხელით. კარგი დარტყმა გააკეთა გაბრიაძემ. კონტრაქის ცდელობა აქვს არის. ორი ბძვის არის ყველა რაკში, არაც ლევენ მოსვენების საშუალებას წიქარელებს. ბუჯიაშვილი გაუტანა ასათიანს. ზლიერი ფეხი აქვს ეს ვიცით. ასათიანს სწრაფად შემოეყენა, კი ბატონო. კვესელავამ გადააწოდა ხაბულიანს, ხაბულიანმაც ფეხი დაარტყა. უკან უნდა იმოძრაოს ხა ყველა არესის მოთამაშემ, ასაც იქცევიან არესელები, გამოვიდნენ თამაშგარიდან და წიქა რა, ახლა ბურთით. ყორიაული ისევ ასათიანი. მე შედარებით საბრძოლო დარტყმა. ახურვადი კვესელავამ კარგად თამაშა. კარგი ახურვა იყო ნამდვილად. ციქარას მხრიდანაც. ძნელაძემ გაამაგრა რაკი. მარგოვაშვილი. ფურცხვანიძე დაინახა цаრიელი წერტილი კი ბატონო ჩააგდო წინვალი დარტყმა გამოვიდა. სანდრო ფურცხვანიძეს. დაინახა ფურცხვანიძე მოშლებული ფლანგი უკან და გამოიყენა იმ წამსვე ეს ყველაფერი. ხო, უკანახაში აქვს. კაცნაკულები არიან. წიქარა იმნაძე ყოთკას იმგინებული. ამასობაში იმნაძესაც მოუწევს სავარაუდოდ დაბრუნება. დაბრუნდეს. თუ ეხლა არა, შემდეგ გაჩერებაზე მაინც. მოიგეს ორი ხელი თოდიკაძეზე კვირიკაშვილის შეჩერება გაჭირდება აქ. ახლოს არის ლელოს ხასთან არესი. არ ჩარობენ ლოგიკურია. ბურჯალიანი 200 ეძალებიან არესელები. ფურცხვანიძე ბურთთან კარგი პასი და გადარჩება. არა, ხაბულიანი. ბრავო არის ჩვენიერი შეტევა გამოუვიდა. ამამინდის კვალობაზე ხო? კი. ცოტა გამიკვირდა ხაში რატო გაშელის მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს დაინახეს ის. მოახერხეს იმდენი რომ ხაბულიანს აღარ ქონა დარჩენილი არაფერი დაწოლის გარდა ჩათვლის მოედანში. რთული პოზიციიდან მოუწევს გარდასახვის შესრულება ფურცხვანიძეს. კარგად დაიწყო თამაში არესმა. გრძნობენ უპირატესობას და იყენებენ ჯერჯერობით. კარგი დარტყმული ჩანს. კი, გავიდა. საკმაოდ რთული პოზიციიდან მოახერხა ფურცხვანიძემ ორი ქულის მოპოვება. 14-0 ხდება ანგარიში. ფურცხვანიძის ფეხი ჯერჯერობით იდეალურად გამოიყურება, როგორც კარში, ასევე თამაშიც ნახეთ წერან ამხელა ფეხი დაარტყა 50-22 მოუპოვა აუტი საკუთარ გუნდს. ასათიანი შეიყვანს ბურთს თამაში. კიდევ ერთხელ რასაც ვერ ვიტყვით ასათიანის ფეხზე. უკვე ორჯერ ალბათ ესეთი წუნი მთელ სეზონში არ ქონია ასათიანს. რაც ზედიზედ ორჯერ მოუვიდა ახლა ამ მატჩში. ხო, ახლა უკვე დერეფანი აიღო. არესმა როგორც ჩანს აქ უფრო თავდაჯერებულები არიან.
გადასცა კომბინაცია ბურჯალიანმა ხელაძეს. მშვენიერი დერეფანი არესის შესრულებით. სოლიდურად გამოიყურება არესი. კარგად წევენ ხაზს ვხედავთ. იმნაძეც შემოსულა და ადგილზეა. კიდეზე დაარტყავს წესით. იმნაძე. აიჭრა დაარტყა. კარგად ითამაშა იქ ძნელაძეა როგორც ვხედავთ და დაფარებაზე ითამაშა, ვიცით რომ თავისუფალის დროს, როდესაც დამტყმელი მოძრაობას დაიწყებს თუ არა, შეუძლია მოწინააღმდეგეს რომ ავიდეს დაფარებაზე, როგორც მოიქცა ძნელაძე და შედეგიც გამოიღო. ხო, დღეს არგენტინამ დაუდო ასეთი ლელო ავსტრალიას მონტოიამ დაუფარა და თავისუფლიდან დაუფარე? ხო, 22-დან გამოდიოდა თავისუფალი დარტყმით. კი, ეგეთებიც ხდება ხოლმე. კიდევ კარგია ძალიან დერეფანში არესი, მიიღეს უპირატესობას როგორც ჩანს ჰაერში თამაშის არესელებმა და ახლა უფრო თამამად შეუტევენ ისინი მოწინააღმდეგეს. ფურცხვანიძე მაღალი ფეხი რა, მაგარი ფეხი დაარტყა. კარგი იყო ძნელაძე. არ გქონიათ უპირატესობა, მე არასწორად დავინახე როგორც ჩანს მომეჩვენა. მაცკეპლაძემ დაარტყა. იტაიავი მაიხედავთ როგორი აქტიურია რაკში არასვენებს არასოდეს მოწინააღმდეგეს. ასათიანის მორიგი დარტყმა ის მოედანში უნდა იყოს, კი ბატონო, ცოტნე კვესელავა იყო კარგი. რანი ფხალაძე, მანიერი ფეხი. კი, დაინახა და ეს ბურთიც გადავიდა, ბრავო. თან სად გადავიდა 5 მეტრიანში ლელოს მოედნიდან. და ფურცხვანიძე კიდე სწრაფად აგდებს ბურთს და რა კარგი იყო და ძნელაძე გაიტანს ლელოს. ბრავო ქუთაისის არის. ამას ქვია დაწყება, ეს აწყისი 15 წუთიც ამას ქვია. ესეთ რამესაც ვერ ნახავთ ხშირად 50-22-დან რომ სწრაფად შემოაგდებს გუნდი ბურთს. ხო, რანი ფხალაძემ დაარტყა პირველ რიგში კარგი ფეხი და იქ წიქარას უკანა ხაზის პრობლემა იყო, ერთბაშ თორ მოთამაშეს შორის ჩავარდა ეს ბურთი. მაგარი ფეხი იყო, შემდეგ ფურცხვანიძის ეს ფოკუსი და კონცენტრაციაც გამოჩნდა, რომ ბოლომდე მივიდა, სწრაფად შემოაგდო, იქვე იყო ძნელაძეც და მოკლედ საათივით არის აწყობილი ჯერჯერობით ქუთაისის არესი. კიდევ კარგია ფურცხვანიძე 21-0 მე-18 წუთზე ქუთაისის არესის სასარგებლოდ. ხო, დიდი უპირატესობა აქვს უკვე ეს მე-18 წუთისთვის. ხო, წიქარა ბურთით არც ყოფილა. შეტევა ფაზები არ გადაუბიათ ყოველ შემთხვევაში. რაღაც შოკირებულები არიან, ისე დაიწყო თამაში პირდაპირ ყვითელი ბარათით, არესიც ისე კარგად გამოიყურება, ცოტა შოქშია თბილისის წიქარა, ვიმედოვნოთ რომ გამოსწორდება ეს ყველაფერი და შეძლებენ ისინიც სასურველი ეპიზოდების შექმნას. მარკოვაშვილი ფეხს დაარტყავს. გამორჩეული 9 ნომერი გასული სეზონის. ხო, წინა ტურში ჩვენურად გაირჯა, კარგი ფეხები არტყა. აქაც იდეაში მათ სასარგებლოდ დასრულდა ეპიზოდი. მშვენიერი ფეხი გამოვიდა მარგველაშვილს. მაცკეპლაძე მოაწვის. ცოტა თითქოს იკლო წვიმა. ხო, კარგი იქნება ჩვენთვისაც და მოთამაშეებისთვისაც. ნამდვილად. 4კაციანი დერეფანი. ნახოთ რა შესთავაზებს მაჭარაშვილზე მოიგეს ორი ხელით. გავიდა ბურთი ასათიანზე, ფეხს დაარტყავს, ხო აი ახსენე წვიმაზე და მოუმატა მგონი შოთა. ან იმ კამერიდან იმ კამერაში არის საკეთ. აი არა წვიმს ისე ნამდვილად. კარგად მაგრად წვიმს.
ფურცხვანიძე მუცებ შეცვალა ბურთის ტრაექტორია და საწავა ბურთი. თუ დარჩა მოედანში კარგი დარტყმა გამოუვა კი ბატონო. შვენიაძე ხელით მოდის, კარგი ცრუ მოძრაობა, თუმცა აი ხა იზოლირებულია იმაზე, მაგრამ აღკერხებენ არესელები ამ რაქის შენახვას. ორიაული კი ბატონო ბოჭა იყო. უჯიაშვილი კარგი ფეხი დარტყა, თუმცა მოედანში ეს დარტყმული. იავიმაი კარგად წამოვიდა. არ გინდა ამას დახვედრა. მარგველაშვილი, თეოზაძე. რანი ფხალაძე, კარგი ფეხი და მარგველაშვილი მისდევს ბურთს და საერთოდ მიასწრებს კიდეც კი ბატონო. ბრავო არის. რა თამაშს ატარებს ქუთაისის არესი ამამინჩი თან. ყველაფერი გამოზით ქუთაისელებს. კი ბატონო, ჯერჯერობით ხო რაც შეიფიქრეს. კი, ყველაფერი გამოვიდა ნამდვილად. სანდრო ფურცხვანიძეს იდეალურად ურტყავს კარში. ისეც თამაშიდანაც შვენიერი ფეხები დაარტყა. კი ბატონო. ო, წიქარას ცოტა გამოფხიზლება ჭირდება. პირველ რიგში ბურთი უნდა იგდონ ხელთ. თორე ასე უბურთოთ გაუჭირდებათ რამის შექმნა. არც არესი აპირებს გაჩერებას, როგორც ვთქვათ, არაფრიზიდებით არაპირებენ ისინი მოწინააღმდეგის ბურთის მიცემას. კარგად გამოიყურება არესი. შარშანაც ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ არესელები. გვახსოვს რა მაგარი სეზონი ჩაატარეს მათ. ბაი ბოლო ტურში გაუცრუდათ იმედები დიდი ალბათობით. კი, ბოლო ტურში ნამდვილად იმედგამაცრუებელი თამაში გამოუვიდათ, მაგრამ წლევანდელი სეზონიც მათ ხელშია და შეუძლიათ გამოასწორონ შარშანდელი შეცდომები, რასაც აპირებენ როგორც ვატყობთ. აი გააცუდა პირველი დარტყმა ფურცხვანიძემ ბოლო წამს შეიცვალა ტრაექტორია ბურთმა. ჯერჯერობით რა ზარდა ყველაზე მარტივი პოზიციიდან გააცუდა თან. ესე ხდება ხოლმე ხშირად სხვათა შორის. ასათიანი საწყისი სამი დარტყმა განახლების არ გამოუვიდა კარგი. აბა ვნახოთ ამჯერად დაბალი ტრაექტორიით გაუშვა შაუარ და მაჩალაძეს მოდის ტანკივით. კი ბატონო, ხო მეც შევნიშნე რომ თითქოს ჩაჯდა იქ ციქარას ერთი მოთამაშე ბურთზე. მე ვერ ვიგებ ხოლმე აი როდესაც რაქში ბოჭვის მერე ბურთზე ჩაჯდება დამცველი და გადამყრელები მის მაგივრად რომ გადაყარონ საჭრო უყურებენ და ელაპარაკებიან აი ეგ რას ნიშნავს გარდა იმისა რომ დაჯარიმდა აქ არის შემდეგ საჭთან ლაპარაკისთვის კიდევ 10 მეტრით გადაიწია ამ ჯარიმამ რაც აზარალებს გუნდს ნამდვილად. შვენიერი შანსი რომ 5 მეტრაში შევიდეს ციქარა ხუთში. ნუ იქვე არიან 7-8 მეტრი ლელონდე. მაჩალაძეა დაშავებული როგორც ჩანს სისხლია. მაჩალაძესთან ყველაფერი რიგზეა. მოილაპარაკებენ ახლა ციქარელები თუ რას აკეთებენ დერეფანში და ვნახოთ იქნებ ვიხილოთ მათგან გატანილი პირველი ლელოც ვინ იცის. ხო, დროა რომ მოეგონ გონს. კარგი შანსი აქვს თან ამისთვის. ნუ ესე ახლოს ციქარა დღეს არ ყოფილა მე მგონი მეტოქის ჩათვლის მოედანთან. ო, ცხადაძემ სად მოუგო ბურთი? თუმცა უარდებათ არესელებს. გადარჩნენ ამ შემთხვევაში თბილისელები. ამჯერად შერკინება გაიმართება ისევ ციქარასთვის.
უჭირს ციხარას ჯერჯერობით. სწრაფად მიიგლია მატჩის 25 წუთი პირველი ნახევრის. მაღალი ტემპი ქონდა არეს და დიდწილად ამან გამოიწვია. ორიოლმა გაათამაშა სწრაფად გადააწოდა მეტრეველს, ის კარგი წამღებია, თუმცა კარგად დაახტვა რანი ფხალაძე. ბუჯიაშვილი. წინ თამაში კი ბატონო. იქ ერთმანეთს შეუშავეს გონი ციხარას მოთამაშეებმა. ვერ პაულობს ციხარა საკუთარ თამაშს კი არა საერთოდ რითმი ვერ დაიჭირეს მათ ესე რომ ვთქვა თამაშის თუ აქვთ ბურთი ვერ იმაგრებენ ხელში ან არ აქვთ საერთოდ ბურთი. და ვერ სიცავენ. დაცვაშიც უჭირთ რა ნამდვილად. ახლა ალბათ ქუთაისის არესი ჯარიმაზე ითამაშებს, რომ კარგად კომფორტულად გამოვიდნენ საკუთარი ტერიტორიიდან. არა, სწრაფად გააქვთ ქუთაისელებს ბურთი. მოდის მაჩალაძე. მარგველაშვილი დაარყავს ახლა ფეხს. შვენიერი დარტყმა გამოვიდა მარგველაშვილს. ავიდა 10 მეტრიან ხაზამდე. გაანიაო პირველი შანსი ციხარამ. ახლოს იყვნენ პირველი ქულების მოპოვებასთან, თუმცა უშედეგოდ. გივი მაცკეპლაძე. ბურთით მაინც ციხარა დარჩა. კარგი მიგზალება იყო ეს. გაბრიაძე უნდა ყოფილიყო თუ არ ვცდები. მაჭარაშვილს კარგად აუწიეს. დააჭრენ ეგრევე და არ მისცეს წინსვლის საშუალება. ბერძენიშვილი ბურთთან. კარგად. თითქოს კედელს ეჯახებიან არესელები, ძალიან კარგად იცავს თავს. აი აქ ქუთაისის არესი მაცკეპლაძემ შვენიერი პასები. ოჰო, ურა! თევზაძემ რა ბოჭვა მოხდა თან ბურთის წართვა და აი აქ ბურდული როგორც ჩანს თევზაძე დაისაჯა პირდაპირ ყვითელი ბარათით. არ ჩანდა თითქოს. არ ვიცი, ძალიან სწრაფად მოხდა, საჯი ალბათ გვანახებს. გავდა სავარაუდოდ თავთან კონტაქტი იყო, მაგრამ ვერ დავინახე თუ გამართული იყო თუ არ იყო და საერთოდ ეპიზოდი იმდენად სწრაფი იყო. ჯარიმი და ყვითელი ბარათით დაისაჯა არესი, კერძოდ თევზაძე გახლავთ არესელების შემადგენლობიდან, რომელმაც გამართული ბოჭვის დროს მეტოქეს როგორც ჩანს თავში მოარტყა, ან მხარი, ან თავი თავში იყო, მაგრამ მერის დანახვაც მოუვასწარი, ციხარის ბურთიანი მოთამაშე ფრთა მიმართულების შეცვლა გააკეთა აშკარად და ალბათ მაგიტომ დაისაჯა თევზაძე ყვითელი ბარათით და არა წითელი ბარათით. მაცკეპლაძე ბურთით.
აყენის მოლი. ბუჯიაშვილმა უნდა გამოიტანოს კი ბატონო. არ გამოსდის არაფერი ციხარეს. არ გამოსდის პირველ ტაიმში ციხარას არაფერი. შერკინებით განახლდება შეხვედრა. შერკინება. რა სწრაფად გააქვთ არესელებს ბურთის უერთი წამით. რა კარგია მაჩალაძე. ტანკივით ანახდა. მაჩალაძე რას მოდის იგერიებს ამოწინააღმდეგეს პანტა პუნქტით ესე რომ ვთქვათ. მარგველაშვილიც ისევ კარგი დარტყმა გამოსდის. ბურდულმა გადააწოდა იბნაძეს. ნახოთ იბნაძემ. აღალი საბრძოლო იბნაძის შესრულებით მათიაშვილი მიყვება ბურთს. დარჩა რა ვერ შეიმაგრა ბურთი ბუჯიაშვილმა. და დაკარგეს კიდევ ერთხელ. ისევ შერკინება. ბურთით ისევ არესი იქნება. ორიგი შერკინება. ამჯერად არ გამოუვიდათ არესელებს ფეხის დარტყმა და მაინც უკეთეს ვარიანტში დასრულდა მათ. მაინც შეიძლება ითქვას კი რომ არესის თვის დასრულდა ეს ეპიზოდი გამოვა ახლა ციხარა საკუთარი ველოს მოედნიდან არეკნით და ხადამდე უნდა გამოვიდნენ ცენტრამდე ალბათ და ისევ არეს ექნება შეტევა. პირდაპირ აუჩიც ვიცით რომ ვერ დაარტყავს აქედან ციხარა. ასათიანი ბატონო ძლიერი ფეხი დაარტყა, წამოვა კონტრშეტევაზე. მარგველაშვილმაც ფეხი დააბრუნა. საბრძოლო იქნება 22-ის მისადგომებთან იდეალური დარტყმა. სად ვერ დაიჭირა ხალაძე იყო ამჯერად და უპირატესობას თამაშობს ახლა ციხარა. ბუჯიაშვილი იყო ბურთით. ყორიაული აწყობს. მორკინალებს მოიპარა ბურთით და გაიქცა დარძულიძე, რომელიც შებოჭეს. იავიმაიმ ამოიღო. კი ბატონო, ამოიღო ბურთი. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არესი შეუძლიათ კარში დარტყმაც, მაგრამ ნაკლებს ავარაუდოა. კარი როგორ ჩანს. მაინც კარი გადაწყვეტეს. დაისვენებენ ცოტა ახლა არესელებს. დაიმსახურეს შეიძლება ითქვას ცოტა ოდენი დასვენება, მათ ამოისუნ თქვენ წყალს დალებენ. ამასობაში ფურცხვანიძე ეცდება 29-მდე გაზარდოს საკუთარი გუნდის ქულები. ხო, პოზიცია ისეთია, რომ არ უნდა გაუჭირდეს ესეთ უფრო რთული პოზიციებიდან გაიტანა. კი ბატონო. შვიდ ნახევარი. ტაიმის დასრულებამდე.
ბატონო ზუსტია. 29-0. არის ის სასარგებლოდ. 4 გარდაცახული ლელო აღარ ყოფნის უკვე წიქარას იმისთვის რომ დაიწიოს მეტოქეს. შვენიერი დარტყმული იყო უკვე. აუთამაშდა ბურთი მარგველაშვილს, თუმცა მაინც მოასწრო ფეხის დარტყმა. შვენიერი დარტყმას გამოუვიდა ყორიაული. იმინაძეს გადააწოდა, მანაც ფეხი დააბრუნა. ყორიაულმა ვერ შებოჭა. ძნელი მაჩალაძეზე მაგარი ბოჭვის გაკეთება ნამდვილად ძალიან ძნელია. კიდევ ერთი ფეხი, არავინ არ არის. უკანა ხაზში მაგრად დაბომბეს დღეს ქუთაისელებმა მეტოქე, აი აქ შეაწუხებენ მაქსიმალურად და არა ვერ მოახერხეს. გამაკრეს ციკარა. გუჯიაშვილი ერთ დარტყმას ახლა ყორიაულმა უკან დაიხია 22-ში დარჩა. პირდაპირ კიდეზე შეიძლება გასვლა ახლა მასპინძლებს. ნახოთ ასათიანი იმინაძე არის და მოედანში არის ეს დარტყმა. კი ბატონო, კონჩეტევის შანსი აქვს, თუმცა არა ფეხს დაარტყოს ფურცხვანიძე. აი ახლა გადაწყვიტა ხელით, უკან იყო კვესელავას ხვიდან ეს ვაგნა. კარგად იმუშავა შემდეგ მიწაზე. მაინც შეინარჩუნეს ბურთი. მარგველაშვილი თითქოს ეძებს უკან სივრცეებს. საბოლოოდ ხალაძეს გადააწოდა. პირდაპირ შუაში მოშლებულ ადგილზე კარგად დაინახა ხალაძემ და მათიაშვილი ახლა ამჯერად ბურთი. მათიაშვილსაც კარგი დარტყმა გამოვიდა ძალიან. ამას ქვია. უბრალოდ 22-ში ვერა დააკლდა 22-მდე. 2-3 მეტრი და რაღაც ძალიან მაგარი დარტყმა გამოვიდა 22-დან 22-ში მათი. მაგრამ არც ეს არ არის ურიგო. ვიღაცა მოუწოდებდა ტრიბუნიდან საჭირო ეს არასწორი მოწოდება, მაგრამ ნურას უკაცრავად თუ მოწინააღმდეგე არ აიწევა დერეფანში, არასწორი მოწოდების წესი აღარ მოქმედებს. მათიაშვილი. იმინაძე შეინარჩუნა ბურთი. გუჯიაშვილი. მეტრეველი, აი ვერაფერს მეტრეველიდისგან ფეხის დარტყმასაც ნაღდათ ვერ ნახავს, ვერავინ ხშირად. კვესელავა კარგია წამოღება. ეს კომპონენტი კარგად აქვს მას დამუშავებული. მარგველაშვილმა მაინც ჩააგდო ეს ბურთი და თან ისე რომ ბურთით უნდა იყოს არის. არა, მე მგონი გარეთ იყო ბურთი, იმან რომ დაიჭირა უკვე. ხო, თითქოს შეხება იყო ბურდულზე და ისე წავიდა. დაჭერის მომენტში შეხება თუ იყო თუ არა არის. ვენდოთ საბა შვანგირაძეს, რომელიც ძალიან ახლოს იყო მომენტთან და ასევე ვიხელთებ მომენტს და მიულოცავ საბას დებიუტი აქვს მას უმაღლეს ლიგაში გვერდზე და უსურვებ რომ ეს გვერდიდან მალე ცენტრში დებიუტიც კონდეს და ბევრ წარმატებას და წინსვლას მას. კი ბატონო, უერთდები მიულოცავს. ახლა კი სულ რაღაც 3-4 წუთი რჩება ტაიმის დასრულებამდე და წიქარა საკუთარ 22-თან ისევ დერეფანი. საშინელი მოქმედება არაფერს გავდა ეს მოწოდებული, მაგრამ ძალიან კარგი იყო ახლა ამოღლეტვაზე გუჯიაშვილი კი ბატონო. გამოვასწორა თანაგუნდელის შეცდომა, რაც შეიძლება ევალება კიდევაც პირდაპირ. ასე რომ ასათიანი. არც ეს ბურთი ჩანს აუტისკენ მიმავალს, ადგილზეა ხაბულიანი და ცუდი გადაცემა და დაუარა. ერთ შეცდომა არის მას უნდა დაუშვას მსგავსი. უშეცდომოდ კი ატარებდნენ პირველ ტაიმს, მაგრამ 2 წუთი დააკლდათ. ხო, უბრალოდ მაუცებს წიქარას ასეთი თამაში. არანაირი გეგმა, არანაირი სტრატეგია, არანაირი სათამაშო სქემა. ან უბრალოდ არესი არაძლევს ამის საშუალებას. არესი არაძლევს საშუალებას და როგორც წეღან თქვი, ბურთს ვერ იმაგრებენ ხელში და უბურთოდ არ გამოდის არაფერი რაგბიში.
ფაზები ვერ გადააბეს. ორი წუთი. კარგი შერკინება დადგავხედავთ. მიიღო უპირატესობა წიქარამ, გაიტანა ბუჯიაშვილმა 100-იანი მეტრეველი, კარგი წამღებია. კი ბატონო, შევიდა თავად წაწია გუნდი წინ. ჩაჯდა ბურთზე. დაბრუნდება ჯარიმის უპირატესობა, რომელიც შერკინებაში მოიპოვა. თბილისურმა გუნდმა. ახლა, რა თქმა უნდა, აუტისკენ უნდა წავიდეს წიქარა, ჩემი აზრით რომ იქნებ თავდაჯერება დაიბრუნონ, როგორც კონდათ მათ ამ მატჩამდე და მათ ლელო ჭირდებათ ამისთვის. ეცდებიან ახლა ისინი მატჩ ტაიმის მიწურულს რომ იქნებ დაალელოვონ მეტოქე და გავიდნენ გასახდელში უკეთეს ხასიათზე. ხო, ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ჩვენთვის ახლა უკეთესი იქნება თუ დაბრუნდება წიქარა. რა თქმა უნდა თამაში. რა თქმა უნდა. მაგიტო ვღელავ წიქარა ხასიათზე ზუსტად. ხო, თუმცა ვერ დაუკარგავ არის იდეალურ დასაწყის რაც ქონდა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ხუთრას ჩაიფიქრებს წიქარა, მოიგეს ორი ხელით. და მე ეგრევე მიწაზე წავიდა მათი. ნუ არიბნევა არის, ყველაფრისთვის მზად არის ქუთაისის არის. ბუჯიაშვილი გადააწყობს ახლა მორკინალებს, კი ბატონო. მაცკეპლაძეს დაარტყმევინა. მორიგი ფაზა, დარძულიძე. მაჭარაშვილი. და მაჭარაშვილი პირველი ლიგიდან ამოყვა წიქარას წინა სეზონშიც მათ რიგებში ირჯებოდა. აი აქ მაინც მოახერხა არის მობურთის მოპოვება. ამით დასრულდება წესით პირველი ნახევარი. არა მგონია კიდე ლელოზე ითამაშოს ახლა ქუთაისის არის. თუ გასულია მაგას კითხულობს ქონი მარგოლაშვილი. არა, გადააგდებენ და დაასრულებენ პირველ ნახევარს 29-0 სრული დომინაცია ქუთაისური გუნდის. შევისვენოთ მოთამაშეებთან ერთად 10 წუთი და დაგიბრუნდებით მეორე ნახევრით. დროებით.
გიბრუნდებით მეორე ტაიმით წიქარა და არის შორის მიმდინარეობს ეს მატჩი როგორც უკვე მოგეხსენებათ საკმაოდ დამაჯერებლად შეძლო არესმა დომინირება ესე რომ ვთქვათ პირველ ტაიმში თუ არ ჩათვლით იმ ერთადერთ შერკინებას სადაც წიქარამ შეძლო და დააჯარიმა მეტოქე 29-0 არის ამ მომენტისთვის ანგარიში არესის სასარგებლოდ წვიმასაც გადაუღია როგორც ჩანს ავჭალის სტადიონზე და ახლა დაიწყებს სანდრო ფურცხვანიძე მეორე ტაიმს. მე როგორც ნეიტრალურ გულშემატკივარს მინდა რომ წიქარამ მოახერხოს ცოტათი მაინც თამაში დაბრუნება რომ რაღაცა ხალისი და ეს ეგრეთ წოდებული მუღამი დაუბრუნდეს თამაშს. გააგორ გამოაგორა ფურცხვანიძემ ბურთი რომ კარგად დასველებულიყო რომ გაუჭირდეთ რა თქმა უნდა მოწინააღმდეგეებს მისი ხელში კარგად დაჭერა და თამაშიც დაიწყო. ბუჯიაშვილმა აიღო ბურთი და კარგი დარტყმული გამოუვიდა, მას ამოვიდა ცენტრამდე. როგორც ხედავთ. ეს კი საბა შვანგირაძე კიდევ ერთხელ ახლო ხედით წეღანვიძეც საუბრობდით ის კაცი გახლავთ პატივცემული. შეიმაგრეს ბურთი ხელში ფურცხვანიძე. არა, ძნელაძე არის. თუ პოზიციაში მოუწია ბურთის დამორჩილება, თუმცა მოახერხა. თევზაძე. დაბრუნდა თევზაძეც ყვითელი ბარათიდან როგორც ხედავთ და მარგველაშვილმა ხელა ფეხი დაარტყა. ჩაგდო, არა ბურდულმა დატოვა ბოლო მომენტში, თუმცა წნეხშია მოახერხა მაინც ნოქარაშვილის. როგორ გამოვიდა მათიაშვილი წნეხიდან, ნახეთ ეს ძალიან რთული ლეთის შესრულება მოუწია მას და სარისკოსი რაც თავარია. ძნელაძე მოკლებთაზე შებრუნებული. ხელაძე კარგია ბუჯიაშვილზე მივიდა პირდაპირ. არგველაშვილი. კარგი დარტყმა მშვენივრად წაიღო. კროლომსიანიძემ რამდენი არა ვხედავთ აქ კარგად ჩავიდა თითქოს ყორიაული. კი ბატონო, კარგად იყო ყორიაული ბურთზე ჩასული, მაგრამ უპირატესობით თამაშობდა როგორც ჩანს ქუთაისის არესი, რაც არ გამოჩენილა ტელეეკრანებზე. თამაშგარის წესის დარღვევისთვის დაიჯება წიქარა. გადავიდა ფურცხვანიძე კიდეზე. ეს როგორც ჩანს წიქარას ექიმია 18 ნომრიანი მაისურით იყო შესული მოედანზე. 18 ნომრიანი მაისურით წიქარას რიგებში დღეს რატი ქურასფედიანია. მაგრამ ეს რატი ნამდვილად არ ყოფილა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა. ხელაძე ცხადაძეზე ორი ხელით შვენივრად მოიგეს. როგორ მოინაცვლეს ღერძი. ჯარიმა ბლოკი როგორც ჩანს, კი ბატონო. შენიშნა საბა მახარაძე. ტელეეკრანებზე ძნელი იყო იმის დანახვა ბურთი წინაკაც ჰქონდა თუ უკანას, მაგრამ ახლოს იყო საბა მახარაძე. სავარაუდოდ მისი პოზიციიდან ჩანდა ეს უკეთ. იმენაძე გადავიდა კიდეზე, გამოვიდა 22 მეტრიანი ზონიდან. მაცკეპლაძე ბურთი. შვენიერი აუტი მოაწოდა მაცკეპლაძემ. იმენაძე გინაღამ დაუფარეს იმენაძეს, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი დარტყმული გამოვიდა. არა, კარგი იყო ჰაერში. მოხსნა კვესელამ. დაეთყო ბურთს სიმშრალე. აღარ წვიმს როგორც ჩანს კიდევ ერთი თამაშგარე ისევ წიქარელების მხრიდან. ფურცხვანიძე რას მოიფიქრებს დააქნია თავაჩევი და ხელაძეს ამოუგდო გააგრძელეს შეტევა გასუფთავდა რაკი მარგველაშვილი
მაჩალაძე ძნელაძე კარგი კონტაქტი თუმცა ბურდული შემოეხვია და არ მისცა წინსვლის საშუალება. მაჭარაშვილის კონტრაქტის ცდელობა დაბრუნდება უპირატესობა. თამაშგარის უპირატესობაში თამაშობდნენ არესელები. ძალიან ბევრ ჯარიმას იღებს ციქარა, ძალიან ბევრჯერ ჯარიმდებიან ციქარელები, ესეთ დროს ამდენი ჯარიმის ფონზე ურთულესია, მე მით უმეტეს ისეთ გუნდთან როგორიც არესია, რაიმე სასარგებლოზე ფიქრი. ხო, საინტერესოა გადაწყვეტილება კიდეზე წავლენ თუ სამკულას შეუტევენ. კიდეზე გადაიტანს ფურცხვანიძე. გადაიტანს, არც თუ ისე ცუდად შევიდა 22-ში. მორიგი შანსი ქუთაისურ გუნდს. ქულების მოპოვების. შეისმინა მახარაძემ ტრიბუნიდან ვიღაცის თხოვნა და არასწორად მოაწოდეს არესელებმა და ითხოვს შერკინებას ყორიაული. ბუჯიაშვილმა შეაგორა ბურთი შერკინებაში, გამოიტანა. ფეხი დაარტყა ციქარამ, მოედანში არ არის, თუმცა კაი იყო. სწრაფად არ შემოაგდებენ არა. ცენტრის ხასთან ექნებათ დერეფანი ქუთაისელებს. გაჭიროებით, მაგრამ მაინც მოახერხეს, არა, ახლა უკვე წინ დაუვარდა ოდიკაძეს, ბურთით არის ციქარა და შეუძლიათ ითამაშონ კი ბატონო. ბუჯიაშვილი. ფურცხვანიძე ცდილობდა აქ ციხაის აწევას, თუმცა შემდეგ ბუჯიაშვილის ფეხი ვიხილეთ, ალალზე დაიჭერს კი ბატონო, ასე იქცევა იაგო ხაბულიანი. არა, ჩვიდად გავაახლა აქედან ფეხით. მაცკეპლაძე მიდის ბურთთან. არ არის, ტყილა წაიშინა მაცკეპლაძემ თავში ხელები არ ამხტარა მოწინააღმდეგე, ასე რომ არ მუშაობს ეგ წესი რამდენად როგორც უკვე აღნიშნეთ. მეტრეველი რა კარგი იყო, თუმცა მაინც შეაჩერეს. კარგად წაიწია წინ მეტრეველმა, ცოტათი აქტიური ჩანს ციქარა. ხო, პირველი ტაიმის ფონზე ბუჯიაშვილი. მონახოთ. აი ცოტა მეტი სიჩქარე აქ მოკლევთაზე უპირატესობა მიიღეს მათიაშვილი. მათიაშვილზე მივიდა პირდაპირ. აინდა ის ბურჯალიანი არჩია. ბრია
კირაძესაც კარგად დაუხტო. რა ბიჭები მოდის. დაბრუნდება უპირატესობა. თუმცა იქ ტრამირებული მოთამაშე. ლევას ბაკურაძე გახლავთ იმ კარგი ბოჭის შემსრულებელი არესერების რიგებიდან. გაიწელა ეს პაუზა. ჯარიმა აქ ახლა არის. კი არა, წიქარას. იმნაძე ალბათ ეცდება რაც შეიძლება ახლოს მივიდეს ახლა მეტოქის ლელონდე. ხო, 51 წუთი მიდის და ჯერ ქულა კიდევ არ გაუკეთებია. თბილისურ გუნდს. ცოტა უცნაურია. ხდება 4 ნომერს ვიქენი დახმარებას. ხო, გაიწელა ეს მომენტი. ჩაირთო დრო. დათა იმნაძე გადაიტანს ბურთს კიდეზე. შვენიერი შანსი წიქარას რომ მოიპოვოს პირველი ქულები შეხვედრაში. მაცკებლაძე გამოუცნო ისევ ცხადაძემ ბრწყინვალეა ეს ბიჭი დერეფანში. გადავიდა ბურთი რაკში. ეს შანსიც განიავდა წიქარასთვის. საერთოდ აქ რაღაცა კი ისევ რაღაც ძალიან ტკივა. სამწუხაროდ. ერეკლე მაჭარაშვილია მიწაზე. ხო მიეწყო ეს პაუზები. კიდევ უფრო დააგდო ამან თამაშის ტემპი. ისაეჩი გაგეო რაკია და ენდიც რეალმა ვიცი ჯერა ნევასა ბატონო ცნულებაა შემოდის მოედანზე ოცნაურად ამირან სახელაშვილი შეიცვალა ერეკლე მაჭარაშვილი.
მარგველაშვილი თავად დაარტყავს აქ კონტრაქის კარგი მცდელობა გამოუვიდათ. ბურთი წამოიღეს. ციქარელებმა გამოგვაფხიზლეს ერთიანად. აქ წინ ის თამაშგარე უნდა იყოს კი ბატონო. რა თქმა უნდა, აქ უკან ეგრეთ წოდებული ზარმაცი მორბენლები ქვიათ, მაგათ რომლებიც უკან ჩამორბიან ამ დროს. როდესაც მოწინააღმდეგეს გააგურთი რაქიდან დაისაგნეს სამართლიანად არესელები და ითხოვენ შერკინებას ციქარას მოთამაშეები. კარგად წაიღო ციქარა. დააჯარიმეს. ალბათ კიდევ შეგინებას მოითხოვენ ახალ ციქარელები. ხო, იგრძნეს უპირატესობა და დიდი ალბათობით მოითხოვენ. რატი ქურასბედიანი ეხლა ნამდვილად თვითონ გახლავთ 18 ნომრიანი მაისურით შემოდის ქურასბედიანი შესვლაზე გოგოლაძის მაგივრად და ასევე მოჰიკანა ლაშა გოგიაშვილიც ჩაერთვება ამ თამაშში. ამჯერად მეორე ხაზშია მოჰიკანა. ცოტა ადრე აწვევა კი ბატონო. გაპრობლემდა ცოტა შერკინება. ლოდროც მიაქვს ამას. ციქარას აქვს საზრუნავი დროზე. იღეს უპირატესობა გამოიტანეს სწრაფად მეტრეველი იმნაძე. ცოტა გარეთ რო გაშლილი იყო ახლა ნოქარაშვილია თუ არ ვცდები ძალიან შედეგიანი შეიძლება და ყოფილიყო მაინც იმაგრებენ ბურთს ციქარელები და ცდილობენ რომ მიიწიონ მეტოქის ლელოს მოედნამდე. ის კარგი ბოჭო იყო მაინც. აქვს უპირატესობა ციქარელებს შეუძლიათ რომ თამამად ითამაშონ ეს უპირატესობა იქნება ბოლომდე ან ლელოს დადებენ ან დაუბრუნდებათ ეს უპირატესობა. ხო ჯერჯერობით მორკინანებით ცდილობენ ფონს გასვლას. კარგი შანსი აქვს. აბა. ვერა როგორ ჩანს მოკლია ჩაიხურა. დაუბრუნდება. უპირატესობა.
ბუჯიაშვილმა ჭკვიანურად გაათამაშა და ხელთა დრო და ისარგებლა მოწინააღმდეგის ყურადღებობით. ესეც პირველი ლელო წიქარას შესრულებით 57 წუთზე მოახერხა ბუჯიაშვილმა გაიხსნა საკუთარი გუნდის ანგარიში 29-5. ხო, სახელაშვილმას გაიტანა დღეს ხაზბეგის რიგებში ასეთი ლელო. ზუსტად. სახელაშვილმა უბრალოდ შერკინების ჯარიმის მე უცებ გააკეთა. ხო. იქაც ძალიან უყურადღებოთ ითამაშეს აიას მოთამაშე. არელოდნენ. ო 7-29. აბა ვნახოთ გამოდგება თუ არა ეს გატანილი ლელო წიქარასთვის გამომაფხიზლებელი და კიდევ მოახერხებენ თუ არა ისინი რაიმეს შექმნას. მაგრამ ასევე არესაც უწევს საკუთარ თავს შემოუძახოს, რადგან მეორე ტაიმში არც არეს გაუკეთებია ქულა. პირველ ტაიმში გაკეთებულა 29 ქულაზე არიან არესელები გაჩერებულნი. ხო, მაგრამ იმის შემდეგ თავს კომფორტულად გრძნობენ. კი, თავს აღარ იკლავენ, ესე რომ ვთქვათ. რაც პირველ ტაიმში ითამაშეს, ნამდვილად ისეთი დატვირთვით აღარ გამოთამაშობს, ესე გამოიყურება არეს მეორე ტაიმში. მაგრამ ვნახოთ იქნება ამ ლელომ ცოტა უანდომოს ისევ ესე რომ ვთქვათ არის ანგარიში წინ წაწევა. ხა, კარგი იყო ყველაფერი. წინ ვარნა დაფიქსირდა, კი ბატონო, მეც არ მომეჩვენა რომ ჰაერში იყო ეს თამაში. ფურცხვანიძე, სნელაძე, ფეხი დაარტყა, პირველ ტაიმში ამ კომპონენტს კარგად იყენებდნენ, აქ ვერ აუხტა უბრალოდ კარგად. ცოტათი რომ ამხტარიყო ბურთი, ალბათ აქ კვირიკაშვილის გამჩერებელი კაცი აღარ იქნებოდა. კაციანი დერეფანი. ახოთ რა აქვს ჩაფიქრებული წიქარას? აქ. რა მოხდა? დაიძაბნენ რაღაცაზე. ესეთი რამე პირველად თუ არა როდის ნახე ბოლოს ნამდვილად არ მახსოვს. რა საინტერესოა რა მოხდა? არ ვიცი, ალბათ დაიჯებიან ყვითელი ბარათებით ორივე. ვიხილეთ ყველაფერი და დაძაბულობა, გაწევ-გამოწევა, ჩახუტება, მოფერება. ამ ერთ 40 წამიან მონაკვეთში ყველაფრის ნახვის საშუალება გქონდა და არ გამიკვირდება თუ დაიჯება ორივე მოთამაშე ყვითელი ბარათით ამ სიტუაციაში. ხო, კაპიტნები ყავს თავისთან ეხმობილი. საინტერესოა, აბა ვნახოთ როგორ გაგრძელდება ახლა თამაში. 1 სანტიმეტრს არ უთმობენ ერთმანეთს, ხედავთ მოთამაშეები. გარშა მაინც ბურთი წიქარას. საპირებდა. კარგი იყო კვერიკაშვილი კვესელავა. შემოურბინა, კარგი გადაცემა და სანდრო ფურცხვანიძე გაიტანს ბრწყინვალ ლელოს. ბრავო ქუთაისის არის, ბრავო. კი ბატონო, მშვენიერი ლელოს გატანა მოახერხეს ახლა. მაგარი კონჩეტება წამოიღეს. ესე მარტივად წყნარად ახერხეს ქუთაისის არესი. ლელოს გატანას.
რა შეიძლება ითქვას ფურცხვანიძეს შესანიშნავი მატჩი აქვს დღეს. სავარაუდოდ ჩემ ხელში რო იყოს მე მატჩის მოთამაშეთა უკვე მე 60 წუთს მას დავასახელებდი. ვნახოთ. შვენივრად მიდიოდა მუთი, მაგრამ ცოტა დააკლა ფურცხვანიძეს, ვერ მოახერხა ამ გარდასახვის გატანა. თუ არ ვწდები 6-დან 4 სწორად შესრულებული, კარგად წარმატებით შესრულებული გარდასახვა და ერთი ჯარიმა ფურცხვანიძის ანგარიშზე ლელოსთან ერთად. და 50-22-თან ერთად კიდე. იქ ტრავმა აქვს სამწუხაროდ წიქარას ერთ-ერთ მოთამაშეს. შეცვლა შემოიყვანეს წიქარამაც ინტრამირებული მოთამაშის ნაცვლად. დიმიტრი ცაბაძე გახლავთ მოედანზე, ვინც შემოვიდა. ხილად ვიკება. მარგულაშვილი თავად დაარტყოს ფეხს. კი ბატონო. სრულად არასჭირო რისკი იყო წიქარას მხრიდან. ესეთი ბურთი ჰაერშივე უნდა მოიხსნას, თან ადგილზე პოზიციურად მაწკეპლაძეს აქვს როგორც ჩანს ტრავმა. ვიმედოვნოთ რომ სერიოზული არაფერია მაწკეპლაძეს თავს. უსურვოთ მალე გამოჯამთელება. დაუბრუნდები იმ მომენტს. პოზიციურად ძალიან კარგად იდგა ნოქარაშვილი. ეგეთი ბურთი ჰაერშივე უნდა დაიჭიროს ღვთის მოთამაშემ, მით უმეტეს როცა ეგრე კარგად დგას პოზიციურად და აღარ მოუწევს მერე ესე გართულებას სიტუაციის. სადაც და ახლა ბურთის საჯ დავინახეთ, აგზელებს წიქარა საკუთარ შეტევას. გუჯიაშვილი. კარგად წაიღეს ეს ბურთი, გამოსულია თამაშია. ბრავო არის მოკლედ ერთ ნაბიჯს ართმობს. ბურთი დარჩება მაინც. ისე შეცვლები ვხედავთ მოედანზე შემოდიან ქუთაისელთა მხრიდან 20 ნომრით გიორგი ნუცუბიძე და 17 ნომრით ალექსი მუჩიაშვილი. ხო, ზოგადად 3 ნომერზე თამაშობს მუჩიაშვილი, მაგრამ დღეს
პირველ ნომრად უწევს შესვლა, შევიდა მოედანზე და წვიმაც დაიწყო მოკლედ. მოუშვა ისე წვიმამ. როგორ მინდა რომ ხვალაც ესეთი წვიმები არ იყოს. ხო, გიწევს ალბათ ხო ერთ-ერთ თამაში. ნახოთ. გავიდა ბურთი. 200 მაგრა გაშალა რესმა და კვესელავა ძალიან ცოტა აკლდება. აი აქ მარგველაშვილი ბატონო გადადებს და გაიკასლებს. უმარტივესად მოახერხეს ახლა ამ ეპიზოდის დასრულება. სრული დომინაცია მოედანზეც და ციდანაც. ხო, ასეთი არადამაჯერებელი თამაში წიქარას დღეს არ გამოადგა და მთელი სეზონიც არანაირად არ გამოადგა. ვერაფერი ვერ დაუპირისპირა მოკლედ ქუთაისურ გუნდს. არა, აშკარად სალსახად უკეთესად გამოიყურებოდა დღეს, არესი. მაგაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ მე ღრმად მჯერა და ვარ დარწმუნებული იმაში, რომ წიქარას არ არის ის გუნდი, რომ მთელი სეზონი ესე ითამაშონ და მათ ბევრად მეტი შეუძლიათ, მათ არაერთხელ დაამტკიცეს ეს გასულ სეზონში და პირველ ტურშიც არ გამოიყურებოდნენ ურიგოთ. ხუთვანიძეს რა თქმა უნდა არ უჭირს ეს ამ გარდასახვის წარმატებით შესრულება და ანგარიში გაიზარდა 41-მდე, 51-ით 7 არესის სასარგებლოდ. იმნაძემ შეიყონა ბურთი თამაში. კარგი იყო მათიაშვილი. გადმოდეს უკან გოგიაშვილი. რა ბიჭებონება. მე ბატონო კუპირატსობა ალბათ ვერ გადაგორებაზე თუ მიიღებდნენ. მათიაშვილიც შებოჭეს, თუმცა მაინც წაიწია წინ. კარგი იყო ქურასბედიანი თუ არ ჩაჭდა ჩდები. ვიღო, რომელიღაც ქუთაისელი ბურთზე მაგრამ მოახერხა ამოღება. კარგად დაწიეს აქ დაცვის ხაზი, კარგი იყო რანი ფხალაძე და დაბრუნდება ახლა ის უპირატესობა. რა წვეტილებას მიიღებს წიქარა გაათამაშებენ თუ აუტისკენ მიმართა არა ათამაშებენ როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი აუტი გაუფუჭდა წიქარას ამიტომაც მათ ახლა ალბათ გადაწყვიტეს გათამაშება და ახლოს არიან შეიძლება ითქვას საკმაოდ მეტოქის ლელოს მოედანთან 5 მეტრზე ოდნავ მეტი ქურასბედიანი კარგად აქტიურად ჩაერთო თამაში უკვე მერამდენეთ წაიღო ბურთი ვხედავთ უნდა გაუშვას ახლა პიტაიავი მაიმ ბურცხელი ის აქტიურია ამ მონაკვეთში პიტაიავი რა ბოჭებს აკეთებს ზედიზედ და იქ დააკარგვინეს ბურთი დააკარგვინეს და წამოვა არისი ფეხს დაარტყავს რა თქმა უნდა მარგველაშვილი და ხაბულიანი ნახეთ რა სიჩქარეზე მიყვება კვირიკაშვილთან ერთად წნეხში იქნება იმნაძე და მოუწევს ფეხით დარტყმა არა სრულ მოძრაობა წამოვიდა კარგია იმნაძე დატოვა კიდე სპორტ მოედანში, კარგად გაირჯა, გამოვარდა კი ბატონო, შეიძლება თამაში. დაბრუნდება ხო, წინ თამაშისთვის გაიშვირა ხელი თავიდანვე. სავა მახარაძე. მათ წუთზე ოდნავ მეტი მატჩის დასრულებამდე. ნახოთ შეცვლების შემდეგ ვის ექნება უპირატესობა შერკინევაში
ხო, შეგახსენეთ, რომ დღეს ამ კვირაში პირველი ლიგის გათამაშებამაც აიღო სტარტი. განახლდა საქართველოს რანგით მეორე ჩემპიონატი. გაიმართა უკვე რამდენიმე შეხვედრა, ზოგი დასრულდა, ზოგი ხვალ გაიმართება. მოგახსენებთ აქვე კარგად ახსენე მოდო პირველი ლიგის ანგარიშებით შეგვიძლია მოგახსენოთ ლოკომოტივმა ძლია დინოზავრებს 52-13 საკმაოდ დამაჯერებლად არმაზი დაამარცხა ყოჩებმა 64-5 და ჭიათურამ სახში დათმო შეხვედრა შავ ბასტიონებთან. ხო, ფოთი ვეფხვების ანგარიშით ცნობილია 25-20 დაამარცხეს პატარძეულებმა. ფოთი და ბრუნდებიან 4 ქულით. დასავლეთიდან აქ კარგად ასე იგი ფოცა და ვეფხვებს შორის ყველაზე დაძაბული და დრამატული მატჩი გამოდის. ჭადარი ტაუა დარჩენილი ხვალ თელავში, ახლად დაბრუნებული თელავი გამართავს შეხვედრას. რა კონტაქტი იყო ამაზობაში ვნახეთ. დიდი მძიმეწონოსნების შეჯახება დასრულდა წიქარელი მძიმეწონოსნის ფოცხერაშვილი კარგი იყო ის ცუდი კონტაქტი. აქტიურდა წიქარა თუ მოდუნდა არესი ამას ვერ გეტყვით, მაგრამ უკეთესად გამოიყურება წიქარა რომ არა აი ეს მომენტი. ეს ტელეფონში ქუთაისური გუნდი მოიგეს 2 ხელით. სულ რაღაც 7-8 წუთი რჩება ამ მატჩის დასრულებამდე. ძნელაძემ დაარტყა კარგი ფეხი დაარტყა საკმაოდ რთული სიტუაციიდან ზურაძნელაძემ. სოსო მათიაშვილი ბურთით ის დაარტყავს ფეხს, არა ხელით წამოვა როგორც ჩანს კი ბატონო ნოქარაშვილი აჩქარდა, შეუძლია მას სივრცეების კარგად ათვისება. ასეც ხდება თითქმის ცენტრის ხაზამდე ავიდნენ წიქარას მოთამაშეები. ხო, იქ ერთ-ერთი გულშემატკივარი მუზეწოლას ცდილობს საძე ამ შემთხვევაში გამოუვიდა. ორიაულმა გაათამაშა სწრაფად მარგველაშვილმა შებოჭა. რა კონტაქტები შაჯდა ერთბაშად 2 ქუთაისელი და ამოიღო კარგი იყო ლექსო მუჩიაშვილი და ვერ დავინახე მეორე მოთამაშე. ოცდაურის მისადგომებთან დერეფანი ექნება. არის ოიგეს 2 ხელით შვენურად ბურთი. მიიწევენ წინ. ნაკონტროლებს ბურთს კი ბატონო მოვალდა. შეინარჩუნეს თან უპირატესობითაც სარგებლობენ. მარგველაშვილი ფეხს არ ტყავს, განწირულს გავს თითქოს ეს ბურთი კი ბატონო.
მოვნახოთ არესი ბურთით და გაუჭირდებათ აქ თავის დაცვა თბილისელებს. ვერ დამიწეს არესელებმა, ვინ იყო აქ? მოჰიკანა იყო თუ არ ვცდები ვინც. არა, ხო, არ ვიცი, თითქოს აშკარა იყო დამიწევა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საბა მახარაძემ, ასე რომ ვენდოთ. სხვა რაღა დაგვრჩენია და 4 წუთი და რას წვიმს ავჭალაში ხედავთ. იმნაძე კიდევ ერთხელ გამოიტანს საკუთარი ლელოს მოედნიდან ბურთს. იავიმაი თავად წამოიღებს, რა თქმა უნდა, კი ბატონო, თუმცა კარგად დაუხდნენ. ბურთი წიქარა. ცხერაშვილი, თუმცა კარგი იყო მუჩიაშვილი. ბოჭვა გლიჩა. მაგარი ბოჭვა და ხვედრა. აქ მათიაშვილის სრულ მოძრაობები, თუმცა ხერხეს მის შეჩერება. მუქარაშვილი. თავად შეუტია, თუმცა ვერ მოახერხა წინსვლა. აქ ხო არ გაუჭედავენ, არა ბოჭვა ახალი უნდა გაუშვან. ცოტა გაუგებრობა, შეუშალის ერთმანეთს ხელი. ფეხი გადაკიდა, რომელსაც ხაბულიანი მიყვება, თუმცა ყურადღებით თამაშობს სოსომათიაშვილი. ქაოსია და საბოლოოდ 15-მეტრიანი შერკინება არის და ისეთი ძლიერი წვიმა არ ყოფილა, ხო დღეს? არა, ესეთი წვიმა ნახდათ არ ყოფილა, ეხლა საერთოდ თავზე ხელი აიღო. თას ხადაძეს ვიდეოს ამეცინო ნახმარება მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა მან დღეს. წყნოლა იყო როგორც შერკინებაში, ასევე ღია თამაშიც დერეფანში. ერთი 2 წუთი დარჩა მატჩის დასრულებამდე. არესის არის ბურთი მეტოქის 15-მეტრიანში. დადგა შერკინება, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კარგად. ირიკაშვილი ამოუვარდა ბურთი ოცხერაშვილი. ამოჰკარი. კარგად შეინარჩუნა ფოცხერაშვილმა ბურთი. რანაირი ფეხი შემოგთავაზა იმნაძემ და რა ბურთი შეიმაგრა რანი ფხავაძემ თუ ვერ შეინა დამთავრდა კი ბატონო ყოჩახს აბამახარაძეს. დასრულდა დღევანდელი მატჩი, დასრულდა როგორც არაერთხელ აღუნიშნეთ არესის სრული დომინაციით 51-7 მოახერხეს მათ წიქარის დაჯავნა. მიულოცოთ არის ეს ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვება. წიქარას კი უსურვოთ რომ ესეთი მატჩები რაც შეიძლება ნაკლები კონდეთ მიმდინარე სეზონში. კი ბატონო, ამით დაგემშვიდობებით, ამით დამთავრდება სარაგბო დღე რაგბი ტივიზე, თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენეთ რომ ხვალ გაიმართება ორი შეხვედრა, 5 საათზე არმია ხვალ მსუმას ვიძლევს რაგბი პლატოზე, ხოლო 19 საათზე რუსთავში ხარები მიიღებს ლევოს, ასე რომ
გურეთ ამ თამაშებს რაგბი ტივზე. ნახვამდის თქვენთან ტრანსლაციას დღეს მე ნოდო ბროლაშვილი და შოთა თეურაძე უძღვებთ. გემშვიდობებით.